Შეფასება გიორგი ერამაძე. პარტია სოლიდარობის ერთ-ერთი გიორგი საწახო. საწახო წავიდა? მეგობრებო, დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. დიდი მადლობა განსაკუთრებით იმათ, ვინც გზაზე დგას აი ბოლო მომენტამდე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით მადლობა რეგიონებიდან ჩამომბრძანებულ თითოეულ ჩვენს მეგობარს და ამხანაგს. გიორგი მოვიდა, გიორგი. ყველას მელიტონის მეზობელი იყო, მელიტონის მეზობელი. მელიტონის შვილი ვარ რა. მე მეზობელი ვარ. კი ბატონო. ძალიან კარგი. Я тут прямо где Ну где выступают? Ყველას მოგესალმებით, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. Где выступают? ფაშისტთა გამარჯვების 80 წლის თავს 29 მაისს ჩვენ საქართველოში ყოველ წელს აღვნიშნავთ, მათ შორის 2017 წლიდან უკვდავი პოლკის მსვლელობას და წელს უერთდება პოლკით მოსკოვში მიმდინარე უკვდავი პოლკის მსვლელობას სხვა მოსაბჭოთა ქვეყნებში ამ მსვლელობას გამარჯვების დღისადმი მიძღვნილს და უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის საქართველოს ესე იგი ეგზისტენციალური საკითხი არის, რომ რუსეთთან აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ უკვე ისტორიული სამოკავშირეო ურთიერთობები და ჩვენ დღევანდელი მსვლელობით აი ამდენი ხალხით ვითხოვთ ამას, ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, რაც არის ქართველი ხალხის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა, სურვილი და ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ეს ნაბიჯები იქნას გადადგმული. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის თავს და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სიტყვა მივცეთ დღეს ბოლო გამომსვლელს დავით შორნიას აფხაზეთიდან ვარო, ენგურს გაღმიდან არის კაცი, მელიტონ ქანთარიას მეზობელი ვარო. მამულიშვილო, მოგემართლებით ყველას, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ მებრძოლები ვიყავით, ვართ და ვიქნებით. მე გახლავართ ქალაქ სოხუმიდან, ფრუნზის ქუჩაზე ცხოვრობდა ეს დიდი პიროვნება, რომლის გვერდით ჩვენ ვდგევართ დღეს. მელიტონ ქანთარია. მელიტონ ქანთარია იყო წარმოშობით წალენჯიხის რაიონის ჯვარიდან. როდესაც აფხაზეთი რუსეთ-საქართველოს ომი აფხდა, ეს ადამიანი ერთი ნაბიჯითაც მას სოხუმი არ დაუტოვებია. როდესაც დამთავრდა და სოხუმი ჩაბარდა, ეს კაცი აქეთ კი არ ჩამოსულა თბილისისაკენ, არამედ მოსკოვისაკენ წავიდა. 1992-93 წელს ეს ადამიანი გარდაიცვალა მოსკოვში. მოსკოვიდან იგი ჩამოსვლებული იქნა წალენჯიხის რაიონის მშობლიურ ჯვარში და იქ დაიკრძალა. მეგობრებო, მე რა მინდა გითხრათ? მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ აი ასეთი ადამიანები ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ უნდა წარსულ ნერგზე უნდა ველოდოთ ახალ დამყენს. გამერთიანდეთ ერთ ხორგის ქვეშ.
ჩვენი თავდა კოლხური კოშკის იდეოლოგია, ჩვენი თავდა აიეტია, წათია, ხუჯია, დიდი შვიადია, დიდი მერაბია, მას ქრისტეს გზით ვიაროთ. კარგად იყავით, ხნად იყავით, სამშობლო უპირველესყოვლისა. სიცოცხლე გითხარ. ისე მთავრდება რომ მოდი სოციალისტურ საქართველოს გავუბაგოთ. ამ სიტყვით დავაფავდე. იმ სისტემას გაუმარჯოს. ეს სისტემა, ეს კაპიტალისტური სისტემა, რომლის პარალელებშია ჩვენ ცხოვრობთ. ეს არის დამღუპელი. თუ ამ გზით ვიარეთ, საქართველო არ იარსებებს. 10 წელიწად, 15 წელიწად გაქრებთ. დემოგრაფიულადაც გავქრებით და ისედაც გავქრებით როგორც ქვეყანა. გაუმარჯოს სოციალისტურ საქართველოს. და იმ სისტემას. ძირს კაპიტალიზმი. Добрый день, друзья. Мы сейчас находимся в Тбилиси, где проходят торжественные мероприятия, связанные с Днем Победы. В годы Великой Отечественной войны более 700 тысяч человек из Грузии ушли на войну. Вернулись менее 300 тысяч человек. ახლა მე დავიკითხავ მეორე მიმართვას, რომელიც ეხება საქართველოს უშუალოდ და დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას. მე მგონია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აკრძალე ნაციზმი, არა ფაშიზმი, არა უკრაინიზაცია. ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ არჩევნებში გაიმარჯვა, ულტრამემარჯვენე რესტავრაციის საფრთხე ისევ არსებობს. ლიბერალური ანტიქართული პარტიები არ აიკრძალებიან და საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 5 ოქტომბრის არჩევნებში. მიღებული ხმების ოდენობით მათ შეუძლიათ ფრაქციებიც კი შექმნან საკრებულოებში. თანაც დიდ ქალაქებშიც, მათ შორის თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პარტიისა და სატელიტების აკრძალვა 5 ოქტომბრის შემდეგ ძალიან გაგრძელდება და წოლიკიანის კომისიის მნიშვნელობა გაფერმდება. ეს ძალები კვლავაც დააპირებენ დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლას, რაც საქართველოში მემარჯვენე დიქტატურის დამყარებას ნიშნავს. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავზე ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაფრთხილოთ ხალხი, რომ საქართველოს ფაშიზაციის შესაბამისად კი უკრაინიზაციის საშიშრება კვლავაც არსებობს. შეხედეთ რა მოხდა უკრაინაში. ულტრამემარჯვენე ძალებმა ხელისუფლებაში ძალადობრივად მოსვლისთანავე აკრძალეს ოპოზიცია, გააქრეს დემოკრატია, მოახდინეს ქვეყნის მილიტარიზაცია და დააჯახეს ის უმძლავრეს ფიქრულ სახელმწიფოს. ჩვენ ასეთი გზა უკვე გავიარეთ. საქართველოს ხელახელი უკრაინიზაციის შემთხვევაში კი უარესი მოხდება. თელმა მსოფლიომ ნახა თუ რა მიიღო უკრაინამ. 100,000-ობით მოკლული, უფრო მეტი დასახიჩრებული, მილიონობით, ათეული მილიონობით მიგრაციაში დასული. ნახევარი ზარ დარჩა. 50 მილიონიანი აკმაყოფილი ქვეყანა
20 მილიონი დარჩა, ისიც მაღალი ციფრია. სოციალური კატასტროფა კარსაა მომდგარი. და პასუხისმგებლობა ყველაფერზე ამაზე ეკისრება პირველ რიგში კიევის ხელისუფლებას. მაშინ როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას ეკისრებოდა 2008 წლის აი ეს ავანტიურა. ზუსტად ასევე. არესტოვიჩიც კი ამაზე გახყვირის თემ სოფლიოს გასაგონად. ჩვენ ვიცით ვინ არის არესტოვიჩი, სხვათა შორის ლაგოდოჩია აქ დაბადებული. День Победы, как он был от нас далек, как в костре потухшем таял уголек. Были версты обгорелые в пыли, этот день мы приближали как могли. Этот день Победы, порохом пропах. Это праздник с сединою на висках. Это радость со слезами на глазах. День Победы, День Победы, День Победы. И ночи у мартеновских печей не смыкала наша Родина очей. Ни ночи битву трудную вели, этот день мы приближали как могли.